One Piece-ის სამყარო უფრო მეტია ვიდრე პირატები, რომლებიც საკუთარ ოცნებებს მისდევენ. ეს არის მთლიანი ეკონომიკური სამყარო, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან კუნძულებს, პირატებს, ქვეყნებს, პოლიციას და რაც თავარია ფულს. ასე რომ მოდი განვიხილოთ One Piece-ი ეკონომიკურად და დაგიმტკიცებთ, რომ One Piece-ის ცხოვრება არც ისეთი ზღაპრულია, როგორც ეს ჩვენ გვგონია. One Piece-ის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ბელი, ან როგორც ინგლისურ და სხვა თარგმანებში ხვდებით, ბერი. ეს არის სოფლიო მთავრობის მიერ გამოშვებული ერთი ფულის კუპიურა, რომელიც თითქმის ყველა კუნძულზე მუშაობს One Piece-ში. არსებობს ბელის სხვადასხვანაირი ფორმები. არის ხურდაფული, რომელიც გამოდის 1, 5, 10, 50-იან, 100 და 500 ბელიან კუპიურებში და არის ქაღალდის ფული, რომელიც გამოდის 1000, 5000 და 10000-იან კუპიურებში. როგორც ჩვენთან ასევე ბელის კუპიურებზეც დატანილია კულტურული სიმბოლოები და ცნობილი ადამიანები. გარდა ბელის ფიზიკური ფორმისა, არსებობს ასევე ჩეკები, ბანკები და სხვა საფინანსური სისტემები, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ One Piece არა მხოლოდ პრიმიტიული ბარტერული სამყაროა, არამედ მთლიანი სტრუქტურირებული მონეტიზირებული ეკონომიკა. ნამდვილად გასაოცარია თუ რამდენად ინტეგრირებულია ბელი One Piece-ის სამყაროში. ის აერთიანებს ასობით თუ არა ათასობით კუნძულს და ყველა ადამიანი ხმარობს ერთი ფულის კუპიურას. თუმცა ბელის ღირებულება ყველგან ერთი და იგივე არ არის. მაგალითად, კომბოსტო შეიძლება ღირდეს 150 ბელი ისტბულში, მაგრამ ბარატიეს რესტორანში 13000 ბელი დაჯდეს თითო სადილე. შესაბამისად, ბელის შემწყევდელობითი ძალა, ისევე როგორც ჩვენ სამყაროში, დამოკიდებულია დისტანციაზე, იზოლაციაზე და ადგილობრივ სიმდიდრეზე. ეკონომიკურად ეს ნიშნავს, რომ One Piece განიცდის ფასის ლეველის ფრაგმენტაციას. იგივე პრობლემას, როსაც ევროზონა განიცდის დღეს. ერთ ევროდ, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში თანაბარი რაოდენობის პროდუქციას ვერ შეიძენ. ასე რომ სოფლიო მთავრობას შეუძლია დაბეჭდოს ბელი, მაგრამ ვერ აკონტროლებს ლოკალურ ეკონომიკებს. ბელის თავისი შემწყიდველობითი უნარის გარდა ასევე აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მნიშვნელობაც. Bounties, rewards, ან იგივენაირად ჯილდო, რომელსაც სოფლიო მთავრობა პირატებზე აწესებს, არ არის მხოლოდ ფულადი ჯილდო. რეალურად ეს არის მათი პოლიტიკური მნიშვნელობის განსაზღვრელი ფასი. ეს რაოდენობა რეალურად არ ასახავს ვიღაცის ღირებულებას, არამედ ის ასახავს იმას, თუ რამდენად დიდი საფრთხეა ის დაწესებული წესრიგისთვის. გამომდინარე აქედან ხვდებით, რომ ბელი არა მხოლოდ ფულია, არამედ ეს არის პროპაგანდა და კონტროლის იარაღი. როგორც მოუნდება მსოფლიო მთავრობას იმ ხელოვნურ პოლიტიკურ მნიშვნელობას მიანიჭებს იმ პირატებს, რომელიც მათ აწყობთ. 1-2 სიტყვით, თუმცა არა, 1 სიტყვით One Piece-ის ვაჭრობასაც რო შევეხოთ, ეს სიტყვა იქნებოდა ოკეანი. One Piece-ის ოკეანეები სავსეა შტორმებით, ზღვის მეფეებით და პირატებით, რომელიც ტრანსპორტირებას ძალიან სარისკოს და ძვირს ხდის. სწორედ ამიტომ One Piece-ის გეოგრაფია ძალიან არათანაბარია. ზოგი კუნძული, როგორც მაგალითად Water 7-ია, პოულობს თავისი განვითარების გზას რაღაც გარკვეული სპეციალიზაციით. მათ დაარსეს სოფლიო კლასის გემთმშენებლური ინდუსტრია, შექმნეს დაცული სავაჭრო გზები და გახდნენ ერთ-ერთი მთავარი საპორტო ქალაქი One Piece-ში. დანარჩენები კი მაგალითად როგორც ისტბლუს სოფლები არიან, რჩებიან ღარიბები, რადგან მათი მთლიანი საქმიანობა მოიცავს თევზაობას, ფერმერობას და ნადირობას. ეს იმბალანსი One Piece-ში გარკვეულ მერკანტილიზმს წააგავს. იდეას, როდესაც მსოფლიო ქონება პერიფერიებიდან ცენტრისკენ მიედინება, ხოლო ამ მსოფლიოს ცენტრში ზის მსოფლიო მთავრობა, რომელიც აწესებს გადასახადებს და შემოწირულობებს, რომლის გადახდაც ღარიბი კუნძულებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. და ეს ოკეანეც რეალურად ჩვეულებრივი ოკეანე ხო არ არის. ეს არის ფრაგმენტირებული, არაპროგნოზირებადი და საკმაოდ საშიში. შტორმები, ზღვის მეფეები და მაგნიტური ანომალიები ნავიგაციას ძალიან ძვირს და სახიფათოს ხდის. უბრალოდ შევხედოთ საუბდის არქიპელაგოს. მარტო იმიტომ, რომ ის გრანდლენის ერთ ნაწილს მეორე ნაწილთან აკავშირებს, ამ კუნძულზე მოხვედრა უწევს თითქმის ყველას. უბრალოდ დამთხევო კი არ იყო, როდესაც Worst Generation-ის ყველა წევრი ერთ დროს ერთ კუნძულზე მოხვდა. ეს უბრალოდ ის უპირატესობაა, რომელიც ამ კუნძულს გააჩნია. იმდენი ხალხი მოძრაობს საუბდის არქიპელაგოში, რომ რა თქმა უნდა ზღვებიც უფრო უსაფრთხო ხდება და ქვეყანაც ეკონომიკურად რა თქმა უნდა უფრო გამართულია. იხარჯება ბევრი ფული, მოძრაობს ბევრი ხალხი, აქვთ მეტი სერვისები და ასე შემდგომ. როგორ გონიათ ეს ღორი მოვიდოდა ამ კუნძულზე, ეს კუნძული კარგი რო არ ყოფილიყო? ყურადღება უსაფრთხოებაზე იმიტომ გავამახვილე, რომ One Piece-ში დისტანცია არა კილომეტრებში, არამედ საფრთხით იზომება. ნებისმიერი ზღვაში გასვლა შეიძლება სიკვდილით ან გემის ჩაზვრით დასრულდეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან ძვირს ხდის ნებისმიერი პროდუქციის ტრანზაქციას. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ლოკალური ეკონომიკა One Piece-ში საკუთარ თავზე უფრო არის დაყრდნობილი ვიდრე იმპორტირებულ პროდუქციაზე. იმიტომ რომ იმპორტირებული პროდუქციის ფასი ძალიან მაღალი იქნება One Piece-ში. ძალიან ბევრი ვისაუბრე იმპორტზე, ექსპორტზე და ზოგადად ვაჭრობაზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკისთვის ის თუ სად და როგორ მუშაობს ხალხი. თუ შენ One Piece-ის სამყაროში ცხოვრობ, მაშინ აუცილებლად ამ 4 კატეგორიიდან რომელიმეში ვარდები. პირველი, ან ხარ საჯარო მოხელე, როგორც არიან საზღვაო პოლიციელები, საიფერპოლის აგენტები და ბიუროკრატები, ვინც ამ სოფლიო მთავრობის სისტემას ამუშავებენ. მათი სამსახური ფინანსდება ძირითადად გადასახადებით და შემოწირულობებით და არა პროდუქციით. მათი ერთგულება შეიძლება იყიდოს რანკით, ფულით, სტაბილურობით და შიშით. მეორე მხრივ არის ფორმალური კერძო სექტორი, ისევე როგორც ეს არიან გემთმშენებლები Water 7-ზე, ზარეულები ბარატიეს რესტორანში და ასე შემდგომ. ეს ადამიანები ნამდვილად ქმნიან პროდუქციას, მოაქვთ რაღაც სარგებელი საზოგადოებისთვის, თუმცა მათი ეკონომიკური მდგომარეობა
ფინანსურად, ასე რომ ვთქვათ, მსხვერპლადია. მესამე ვარიანტი არის კრიმინალური და არაფორმალური სამსახური. ესენი არიან პირატები, ჯილდოებზე მონადირეები, დაქირავებული მკვლელები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ოკეანის ქვეშეთ ეკონომიკას ამოძრავებს. მათ გადააქვთ ისეთი პროდუქცია და ინფორმაცია, რომელიც მსოფლიო მთავრობისთვის მიუწვდომელი ან ზოგადად აკრძალულია. და მეოთხე და ყველაზე მძიმე ფაქტორი რაც არის, ან ხარ ეგრეთ წოდებული სელესტიური დრაკონი, ყველაზე მაღალი კლასი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, არაფერს არ აწარმოებს და უბრალოდ პარაზიტია ამ სამყაროსი და მათ პოლარული საპირისპირო მონები, რომლებიც მათ ყავთ, რომელსაც არანაირი უფლებები არ აქვთ და აწარმოებენ და შრომობენ ძალიან ბევრს. One Piece-ში მონათმფლობელობა საკმაოდ მოსული თემა, იმიტომ რომ ხედავთ, რომ თუნდაც საუბოდის არქიპელაგოზე ისინი 500,000 ბელიდან 70 მილიონის ფარგლებში იყიდებოდნენ. და ამის გვერდზე თვითონ ამ სისტემებშიც კი ბალანსი საერთოდ არ არსებობს. ეკონომიკურად One Piece-ში სამუშაო რესურსი ძალიან ასიმეტრიულია. ცალკე ერთ მხარეს ყავს Devil Fruit-ის და ჰაკის მქონე ადამიანები და მეორე მხარეს ჩვეულებრივი ადამიანები. როგორ უნდა გაუწიოს ჩვეულებრივმა ადამიანმა Devil Fruit-იან ჰაკიან ადამიანს წინააღმდეგობა, როდესაც ამ ერთ შეუძლია 10 ან 10,000 ადამიანის საქმე გააკეთოს ერთ დღეში. თუნდაც საზღვაო პოლიციაში დაიწყო მუშაობა, ერთი Devil Fruit-იანი ადამიანი შეიძლება 1000 ან 10,000 ჩვეულებრივი ჩარიცხაცის ტოლფასი იყოს. ასე რომ თუ არ გაქვს არანაირი ძალა ამ სამყაროში, ფაქტობრივად უხილავი ხარ ან არანაირი ფასი არ გადავს სამყაროში. What კითხვა ჩდება, იქნებ განათლებული ვარ და შემიძლია რაღაც ისეთი გავაკეთო, რასაც ძალით ვერ გააკეთებ. თუმცა სევდიანი მხარე ზუსტად ეგ არის, რომ ამ სამყაროში განათლებულიც კი ვერ იქნები. სოფლიო მთავრობა განათლებას არა მხოლოდ გრძალავს, არამედ პირდაპირ გაგებით სპობს. ოჰარას არქეოლოგები მხოლოდ იმიტომ განადგურდნენ, რომ მათ რაღაც თემატიკა ძალიან ღრმად შეისწავლეს. ანუ სოფლიო მთავრობას დამოუკიდებელი განათლება ფაქტიურად განადგურებული აქვს. რაც ბუნებრივია, გამოიწვია ის, რომ ადამიანური კაპიტალი ფაქტობრივად გაყინულია. თუ არ გაქვს თავისუფლება რომ ისწავლო, სუსტ ადამიანებს არ აქვთ შანსი რომ გაიზარდნონ. ან ამის მიაღწიონ ცხოვრებაში. განათლების შეზღუდვა არის პირველი მანიშნებელი იმისა, რომ ვიღაცა ცდილობს რომ იერარქია შეინარჩუნოს. ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით, ჩვენ ქვეყანაში ვხვდებით, როდესაც წვდომა განათლებაზე ნელ-ნელა გვეზღუდება. სწორედ ეს ამის იმისა, რომ One Piece-ში შემოსავალი პერიფერიებიდან ცენტრისკენ მიედინება. ისეთი კუნძულები, როგორიც არის მარიხუა, ვატერსევენი, საუბოდის არქიპელაგო აკონტროლებენ ინფორმაციას, ფინანსებს და ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას. ხოლო პერიფერიები, East Blue, West Blue და სხვა აგრიკულტურული კუნძულები ძირითადად იაფასიან პროდუქტებს და იაფ მუშახელს წარმოადგენენ. და იმ პატარა მოგებასაც კი, რომელსაც ეს ღარიბი კუნძულები ამუშავებენ, სოფლიო მთავრობა მათ დაცვის ფასად ართმევს. სწორედ ამიტომ დააწესეს მათ ეს ეგრეთ წოდებული თიური შემოწირულობა. ეს არის ფაქტობრივად ქირა, რომ მოდი მე ამ სამყაროში ვიარსებებ სოფლიო მთავრობის დაცვის ქვეშ, თორე სხვანაირად ან პირატები გადამივლიან, ან უფრო უარესად თვითონ საზღვაო პოლიცია მოვა და რაც კი გამაშნია ყველაფერს წამართმევს. ეს ღვთიური შემოწირულობა, რომელიც სოფლიო მთავრობამ შემოიღო, ერთწილად სერვისია, ხოლო მეორე მხრივ მუქარა. თუ გააქვს უსაფრთხოდ ხარ, მაგრამ ღარიბი ხარ, ხოლო თუ არ გაქვს არც უსაფრთხოდ ხარ და მაინც ღარიბი ხარ, იმიტომ რომ გაგძარცვავთ. ამ საკმაოდ ბნელი, არასამართლიანი, თუმცა ოფიციალური ეკონომიკის კრიტიკის მიღმა არსებობს One Piece-ის ეგრეთ წოდებული მიწისქვეშა, ანუ ამ შემთხვევაში ოკეანის ქვეშა ეკონომიკაც კი. და ამ ეკონომიკის მომძრავებელი ძალა არიან პირატები. ისინი გადაზიდავენ ისეთ აკრძალულ პოლიტიკას, რომელსაც საზღვაო პოლიციას და მსოფლიო მთავრობას წვდომა არ აქვს. მაგალითად, გავიხსენოთ, როდესაც იშვიათი ადამიანის ხე ფრენკინ ბლეკ მარკეტზე 200 მილიონად იყიდა. იმავე დროს, როდესაც ეს ფასი ოფიციალურად ბევრად მეტია. ასე რომ თუ შევხედავთ იმ მხრივ, რომ მსოფლიო მთავრობა ცუდია, ანუ პირატები კარგები გამოდიან, რადგან პროდუქციას უფრო იაფად ყიდიან, რეალურად არა. იმიტომ რომ რეალურად ის იაფი ფასებიც, რომელსაც პირატები გვთავაზობენ, იმიტომ არის იაფი, რომ თვითონ პირატების საფრთხე აღარ არის. პირატები ქმნიან საფრთხეს, რაც წევს ტრანზაქციის ფასს, თუმცა ამავე პირატებს შეუძლიათ რომ უფასოდ შემოგთავაზონ ეს პროდუქცია, რაც რა თქმა უნდა პირატების მხრიდანაც საკმაოდ ბნელია. ეს დუალური ეკონომიკა მოკლედ ყველას აწყობს გარდა ჩვეულებრივი მოსახლეობისა. პირატები თავის ხრივ სარგებლობენ ამით, ხოლო მსოფლიო მთავრობა თავის ხრივ სარგებლობს ამით. და რეალურად არც ერთს არ უნდა რომ ეს რეალობა შეცვალოს. ხო და ამ სამყაროში, სადაც მსოფლიო მთავრობა ღიად ყიდულობს და ყიდის მონებს, манипулირებს ჯილდოებით თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნების შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ამ სამყაროში სტაგნაცია გაჩნდება. ადამიანების შემოქმედებითობას რეალურად ვერაფერი ვერ მოკლავს. და ეს ადამიანები თავის პროდუქციულ ენერგიას საბოლოოდ შავი მარკეტისკენ და არაკანონიერებისკენ მიმართავენ. ეს იქნება ერთადერთი ადგილი მათთვის, სადაც ინოვაცია და რისკი დაუფასდებათ. სწორედ ამიტომ დაიწყო პირატების დიდი ერა. ეს არ იყო მხოლოდ Goldie Roger-ის სიკვდილი და One Piece-ის პოვნის მუღამი. ეს იყო სისტემის გენიალური და გრანდიოზული ჩაჯმა. როდესაც გლობალური ინსტიტუციები ესეთ რაღაცებს კადრულობს, ეს შემთხვევაში რევოლუცია ხდება ბაზრის ბუნებრივი დამბალანსებელი. მადლობა, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. როგორ გაქაჩით ამდენი ხანი, არ ვიცი. იმედია მართლა საინტერესო იყო.
მოკლედ, ეს არხი არ იქნება უბრალოდ YouTube არხი, ეს იქნება community, ჩვენ გვინდა რომ ჩამოვყალიბოთ საზოგადოება, სადაც ანიმეზე ვილაპარაკებთ, ვითამაშებთ და სხვადასხვა აქტივობებს გავაკეთებთ, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, შემოგვიერთდით Facebook-ზე, ლინკი ქვემოთ იქნება. და რა ვიცი, გავხადოთ ანიმე უფრო საინტერესო საქართველოში რა არაფერი არ ხდება აქ ისეთი. და რაც არ ხდება, ჩვენით გავაკეთოთ. კარგი, მადლობა და აბაჰე.